რა უნდა ვიცოდეთ ცხოველებზე ქალაქ გარეთ საგზაო მოძრაობისას? პირველი ღორი არის ცხოველი, რომელსაც არ აქვს არც მუხრუჭი და არც საჭე. ხმოვან სიგნალს არანაირი აზრი არ აქვს. როდესაც ის აერჩევს ტრაექტორიას, ვერაფერი ვერ აიძულებს შეცვალოს ის. ამიტომ არასდროს არ მოუაროთ მას წინიდან. უბრალოდ შეანელეთ სვლა და მოუარეთ მას მხოლოდ უკნიდან. გზაზე ასევე შეგხვდებათ საქონელი და გულისხმობთ ძროხას. გაბარიტების გამო მათ შეუძლიათ თითქმის მთელი გზის გადაკეტვა. და როდესაც შეეცდებით მის გვერდისავლას, მოერიდეთ მის რქას, რადგან მას ჩვევია თავის მოქნევა. მხოლოდ შორიდან მოკლე ხმოვანი სიგნალი მოქმედებს საქონელზე და რა თქმა უნდა არ დაგავიწყდეთ შენელება. ცხურის ფარა მოქმედებს როგორც ერთიანი ორგანიზმი. საერთოდ არ გამოიყენოთ ხმოვანი სიგნალი და მოიმარაგეთ მოთმინება. ნუეცდებით მათ რიგებში შეჭრას. ამით ცხვარი იბნევა, იცვლის მიმართულებას და შედეგად ვიღებთ უფრო დიდხნიან დაბრკოლებას. ასევე ფრთხილად იყავით ცალკე მდგომ ცხვართან. როგორც კი შეამჩნევს რომ ჩამორჩა, ის გაიქცევა ფარასკენ და შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი საბურავების ქვეშ. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ცხოველი, რომელიც შეიძლება შეხვდეთ გზაზე, არის ცხენი. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ხმოვანი სიგნალი. თუ არ გინდათ ერთი ცხენის ძალით მეტი სალონში, შეანელეთ და დაიცავით დისტანცია. ცხენი შეგამჩნევთ და თვითონ დატოვებს სავალ ნაწილს. დღეღამის ბნელ დროს ყველაზე დიდი ხიფათი უბრალოდ წევს და ისვენებს ასფალტზე. კამეში შეფერილობა ძალიან ემთხვევა ასფალტის ფერს. მისი საშუალო წონა კი 9 ტონაა. მაღალ სიჩქარეზე მასთან დაჯახება უდრის ბეტონის კედელთან დაჯახებას. ალბათ ყველაზე ხშირი საგზაო შემთხვევების მონაწილე არის ძაღლი. მასთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად მძღოლები ხშირად აკეთებენ მკვეთრ მანევრებს, რითაც თავის თავსაც და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებსაც აგდებენ საფრთხეში. მკვეთრად არ აიღოთ საჭე და უბრალოდ დაამუხრუჭეთ, რათა მაქსიმალურად შეამციროთ დარტყმის ძალა. იგივე ეხება კატებსაც. გახსოვდეთ, რომ მათ 900 სიცოცხლე აქვთ, თქვენ კი 1. აუცილებლად დაალაიქეთ და გაუზიარეთ მეგობრებს ეს ვიდეო.